მოგიგო შენმა თავმა? შენმა თავმა ფრე. რა თქმა უნდა ფრე ჩემ თავთან, ოღონდ რაღაცა ვეღარ გავარკვიე, ბაიამ რაღაცები. აურდაურია. რაღაცა ვერ გავიგე რა. დიმიტრი. ხომაურია. ხომ მოგვეხმარები, აი ეს ცოტა ჩამქრალი ბუხარი რო არის, ჩვენ მაყურებელს დავპირდით, რომ 31-ში ავაგიზგიზებ და ხომ მოგვეხმარები. კი, ეხლა გავამთებ თუ გინდა. 31-ში 31-მდე მოვა. შუქი ჩაქრა. ჭრაქიც გაქვს? აქ შეგვიძლია. ეგეთი ბოროტული გამონათქვამები არ გვინდა, ეხლა შუქის ჩაქრობები და ეგეთები არ იქნება. კარგი, მაშინ კეთილი გამონათქვა მაქვს. კეთილი გამონათქვამი თქვი. ყოველ შემთხვევაში 31-ში ჩვენ რა თქმა უნდა ეთერში ვართ და რა თქმა უნდა სადღესასწაულო გამოშვებას ვამზადებთ იცოდეს მაყურებელმა. რასაკვირველია და საერთოდ ბევრი რაღაცეები ველის კარგი. სადღესასწაულო განწყობა და ახალი წელი, აი ნამდვილად იქნება სუპერ ახალი წელი იმისთვის ვინც გაიმარჯვებს ნიჭიერში და ვინც იქნება ამ ტიტულის მფლობელი, ყველაზე ნიჭიერის მფლობელი ამ სეზონზე. რა გვალოდებათ დღეს? სანამ შენ დაგკითხავთ, მოდი რუსკა გიორგაძე დავკითხოთ პირდაპირ ეთერში. დღეს ნიჭიერში ტრადიციულად გელოდებათ განუმეორებელი ლაივ კონცერტი. ახლა ბოლო სამზადისი მიმდინარეობს სცენაზე და ამიტომ ისმის ეს რაღაც უცნაური ხმები. დღეს არის ბოლო ნახევარფინალი და ბოლო ნახევარფინალის მონაწილე 10-ვე კონკურსანტი ახლა ჩემთან ერთად იმყოფება და მე ვეცდები მათ გამოვტყო თუ რა ნომრებს შეასრულებენ ისინი, როგორც წესი სიურპრიზად ტოვებენ ხოლმე. დავიწყოთ კონკურსანტით, რომელიც გახსნის დღევანდელ ნახევარ კონცერტს, ნახევარ შოუს, ეს არის DJ მოდრეკილი. თუ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ნიჭიერში მონაწილეობის შემდეგ და თუ გაგიცნო ხალხმა თქვენი შემოქმედება. კი, რა თქმა უნდა, შეიცვალა, მაგრამ რა ვიცი, ალბათ უკეთესობისკენ. მე ვფიქრობ, რომ უკვე ხალხი მცნობს და ცოტა მიჭირს ხომ ასე გავლა, მაგრამ დიდი მადლობა. შემდეგი მონაწილე არის თამარ ჭედლიშვილი, რომელსაც არ ეყო ფილარმონიის დიდი დარბაზი და მისმა ნომერმა გადაინაცვლა რუსთავიორის ეზოში. ქალბატონ თამარ, რა იქნება თქვენი ნომერი, როგორც ვიცი, ეს არის ძალიან ექსტრემალური სანახაობა. კი, ექსტრემალური იქნება, გპირდებით აუცილებლად. მე შევასრულებ ჰაერში აკრობატიკული ილეთები. როგორც ვიცი, ჯერ რეპეტიციაც არ გაგივლია. ჯერ რეპეტიციაც არ გამივლია, ხო, მაგრამ იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. შემდეგი მონაწილეები არიან ბიჭები, რომლებიც ძელზე შეასრულებენ საოცარ ილეთებს, ასევე ერთ-ერთი რთული ნომერი არის, რაც ნახავთ დღევანდელ ნახევარ შოუში. დღევანდელ ნახევარფინალში ნახავთ ძალიან ლამაზ და ამავდროულად ძალიან ექსტრემალურ ნომერს. შემდეგი მონაწილე სპეციალურად ნიჭიერში მონაწილეობისთვის ჩამოვიდა რუსეთიდან და ის ჩვენს გვაჩვენებს რაღაც თავის ხრიკებს კარტებით. Can you show us some tricks with that? I can show a trick. What I like to do, just say stop whenever you like. Okay, just say stop. Okay, that's say stop whenever you like in the deck. Okay, just say stop whenever you like. Here, okay. Remember the card? Yeah, I remember. So now I'm going to shuffle the deck, and then I'm going to try to find your cards. რა თქმა უნდა, ჩემს ჩაფიქრებული კარტის პოვნა შეეცდებას. Alexi. In kind of 3, just 1, 2. One card jumped out, and this is your card, right? No, that's not my card. That's no. You know, I'll try to change it. Can you see the king? I want the camera to see this. I'm going to take the king and just shake it a little bit. Okay, that's my card. გამოვიდა, რა თქმა უნდა, გამოვიდა. ეს არის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელსაც დღეს ექნება არაჩვეულებრივი შოუ და მე გირჩევთ, რომ ის აუცილებლად ნახოთ. აი ეს პატარა საოცრება კი, რომელიც ახლა ჩემს გვერდზე დგას, არის 4 წლის ვირტუოზი, რომელიც თვითონ გეტყვის რას შეასრულებს, რას დაუკრავ დღეს. Აბენკოს კომპოზიცია კანტალუპი. ნახეთ რა პატარა, ისეთი პატარა, რომ დრამის მიღმა არ ჩანს, მაგრამ დამიჯერეთ ვირტუოზულად უკრავს, დღეს მე მოусმინე მის შესრულებას და აუცილებლად უნდა დაუჭიროთ მხარი პატარა ანდრია ფაღავას. მეფის ქალიშვილი მიდგას გვერდზე, რომელმაც მოხიბლა ჟიური თავის კასტინგებზე თავისი გამოსვლით, დღეს რა შეასრულებთ, ნანა? მე დღეს აგრეთვე ვიცეკვებ, იქნება სხვანაირი ნომერი, უფრო განსხვავებული იქნება ვიდრე სხვა ვთქვათ ჰიპ-ჰოპის და სტრიტ დანსის ნომრები, მაგრამ აგრეთვე იქნება სახალისო და ხალხს ალბათ მოეწონება, როგორც მე მომწონს. როგორც ხედავთ, ამ ბავშვებს უცნაური ფორმა აცვიათ და ალბათ მიხვდებოდით, რომ ისინი მოცეკვავები არიან, დღეს რას იცეკვებ? ჩვენ შევასრულებთ დღეს ცეკვას აფრიკულ რითმებზე. სრულიად განსხვავებული იქნება პირველ ტურთან შედარებით ჩვენი დღევანდელი გამოსვლა და ვფიქრობ ხალხს უფრო მეტად მოეწონებათ. ძალიან დიდი მადლობა, მოკლედ 10-ვე კონკურსანტთან განსაუბრებას ქრონომეტრაჟის გამო ვერ ვახერხებთ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ დღეს არის ბოლო ნახევარფინალური შოუ და ასე რომ თქვენს ფავორიტებს მხარი აუცილებლად დაუჭირეთ, რათა ისინი შემდეგ მოხვდნენ ფინალში. ახალ წლამდე კი გავიგებთ, ვინ გახდება საქართველოში ყველაზე ნიჭიერი სტატუსის მფლობელი.
დიდი მადლობა რუსკა, ძალიან მიხარია რომ შენც გადმოგედო ამ მანძილზე ჩვენი განწყობა, ჩვენი ესეთი სიმსუბუქე, ხანახევარ კონცერტი იყო, ხანახევარ შოუ, ძალიან საინტერესო მრავალფეროვანი სანახაობა გველოდება და მაინდა-მაინც ამ კონცერტში არის ჩემი ორი ფავორიტი, რომელიც ხო ერთ-ერთი უნდა გადავიდეს, ან იქნებ ორივე გადავიდეს, ან რა ვიცი რა. მოკლედ ნახოთ არჩევანი იქნება ძალიან რთულად გასაკეთებელი. ერთ-ერთი ფავორიტი სხვა მასპინძელი შენ იქნება სხვათა შორის. იმიტომ რომ ეს არის საოცრება იქნება. კი. და ამინდი ძალიან მინდა რომ არ იყოს ქარი. რუსთავი ორი სეზო გახდა მეორე სცენა ასე ვთქვა. ხო და მეცვაი სადაც მე ვარ იქ ექსტრიმი აღსუსტებაში და რა ვიცი ნახო. გახდა ყველანაირი საჭირო ინფორმაციის თავშეყრის ადგილი. ამჯერად წარმოგიდგენთ ახალ პროდუქტს ალდაგისგან. რას დაგვიზღვავენ ამჯერად, ამას ჩვენი სტუმარი გვეტყვის. მობრძანდით ნუცა კოღუაშვილი ალდაგის გენერალური დირექტორის მოადგილედ ხო. მე მინდა ვთქვა რომ შეთანხმებული არ ყოფილა ნუცას ჩაცმულობა ჩვენ სტუდიასთან. როგორი ლამაზი სტუდია. მაგრამ ძალიან კარგად დაემთხვა. გაიგეთ, როგორი ლამაზი სტუდია. კი, შეიცხადა ძალიან სასიამოვნო, თუმცა ეს იქნა რა ვქნაო, მეც ესევა რომ ძალიან ლამაზად ხართ. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ ხართ ძალიან ლამაზად ყველანი და სტუდია მართლაც რა არაჩვეულებრივი არის. კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ, იმიტომ რომ მე მგონი მალე აღარ დარჩება არც ნივთი, არც არსება ჩვენს გარშემო, რომელსაც ალდაგი არ დაასხოს. ხო, სწორედ ამას ვცდილობთ დაბადებიდან, ესე ვთქვათ 1990 წლიდან, რომ პირველები ვიყოთ ბაზარზე, რომელსაც შემოაქვს ყველანაირი ახალი პროდუქტი, რომელიც კი ზოგადად არსებობს განვითარებულ ბაზრებზე. ეხლა ამ შემთხვევაში შემოვიტანეთ iPhone ტექნიკის, Apple-ის ტექნიკის დაზღვევა. ზუსტად ამასთან დაკავშირებით მე თქვა მოვაპატიეთ, რომ გაწყვეტინებთ წინა საახალწლო კვირეული გავხსენი დღეს, წინა საახალწლოდ მორთულ სტუდიაში დაგპატიჟე და წინა საახალწლო პრობლემები გვაქვს და აი ხა საუბრობდით რეკლამის დროს, ვისაც ყავს შვილები, სხვათა შორის რა ასაკისაც არ უნდა იყოს. ძირითადად ამ თაობის ბავშვების სასურველი საჩუქარი არის Apple-ის ტექნიკის რომელიმე гаджети, ხო? ნუ პატარებს mini, დიდებს პედი, პატარებს ტელეფონი და ყველაზე მეტად ეს უხარია. ჭირჯობსი რომ იყოს ამ ქვეყნა დაუცებად ჩაიცმოდა თოვლის ბაბუის ფორმას და დაივლინა. ჭირჯობსი მუდამ ჩვენს გულში სოფალი იქნება და ყველაზე დიდი პრობლემა ის კი არ არის რომ გაახარო შვილი და აჩუქოს, ის რომ ეს საკმაოდ ძვირი ღირს და შემდეგ არის სულ პრობლემა რომ არ დაუბარდეს, არ გადაგ. დიდებიც იმტროინებიან კარგად. იმტროინებიან ხო. მარტო ბავშვებს არ ეხება. მე გადამხდა ისე და იმტროინა ჩემი რომ და რა ხდება ამ დროს? ხო, აი სწორედ ამიტომ ვეცადეთ რომ სწრაფად გამოგვეტანა ეს პროდუქტი ბაზარზე, ისე რომ წინა საახალწლოდ ძალიან იმატებს ხოლმე. სწორედ ამ მიზეზის გამო Apple-ის ტექნიკის გაყიდვები საქართველოშიც და მსოფლიოშიც დარწმუნებული ვარ და სწორედ წინა საახალწლოდ დავიწყეთ აი ესეთი დაზღვევის შეთავაზება ჩვენი მომხმარებლებისთვის. რაში მდგომარეობს თვითონ დაზღვევა? როდესაც იყიდით პროდუქტს და შეიძენთ დაზღვევას, რომელიც საკმაოდ იაფიღირს და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ, დაზღვეული იქნება ის ყველანაირი ზიანისაგან, რომელიც გამოწვეულია დამტვრევის, დამსხვრევის, დავარდნის, ზარის შედეგად, ასევე წყლის ზემოქმედების შედეგად, ანუ წყალი რო ჩაგვესხას და წყალში ჩაგვივარდეს. წყალი თუ ყავაც უკაცრავად. ყველანაირი თხევად, კრიტიკი, ყველანაირი თხევად, შამპანიური ალკოჰოლი და ასე შემდეგ, რომელიც საბოლოო ჯამში ნებისმიერი ზიანი, რომელიც გამოიწვევს იმას, რომ თვითონ აპარატი აღარ ფუნქციონირებს, არის დაზღვეული და 100% დაგინაზღაურდებათ. ახალ ტელეფონს ვიღებ? ხო, ახლა როგორ არის? თვითონ შეკეთების ღირებულება ანაზღაურდება, მაგრამ თუ გამოვლინდა რომ შეკეთებას აღარ ექვემდებარება, თქვენ იღებთ ჩვენგან ეგრეთ წოდებულ საგარანტიო ვაუჩერს და შემდეგ ამ თანხის ფარგლებში თქვენ ანაცვლებთ პროდუქტს. შეგიძლიათ იგივე პროდუქცია იყიდოთ, შეგიძლიათ სხვა იყიდოთ, მაგრამ ის ღირებულება, რომელიც თქვენ გადახდილი გქონდათ, ბუნებრივია გარკვეული ცოტის გათვალისწინებით, აგინაზღაურდებათ მიანა და ჩაანაცვლებთ სხვა Apple-ის ტექნიკის. შეიძლება ამ დროს ახალი მოდელი იყოს გამოსული უკვე ვთქვათ და იყიდოთ ახალი და ის ფაშტაშორის სხვა პატარა და აი მაგის კითხვა მინდოდა ზუსტად დაზღვევა. დაზღვევა იმდეხნიანი რამდენიხანს თქვენ გენდობათ, მაგრამ პირველი პოლისი გაიცემა 1 წლის ვადი და შეგიძლიათ გააგრძელოთ. კარგით და რა თქმა უნდა პირველი შეკითხვა არის ის რა ღირს
დაზღვევა. ეს ღირს თვითონ პროდუქციის ღირებულების 2.2% მხოლოდ, ანუ მარტივად რო ვთქვათ 1000 ლარიან პროდუქციაზე გადასახდელი გექნება მხოლოდ 22 ლარი წელიწადში. ეს არის საკმაოდ ხო, ეს არის საკმაოდ ხელმისაწვდომი პროდუქტი. ხო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ არ უნდა არსებობდეს ადამიანი, რომელიც ყიდულობს და მოიხმარს Apple-ის ტექნიკას და არ აქვს მას დაზღვევა, იმიტომ რომ ნამდვილად ის თანხა, რომელიც დაზღვევაში არის გადასახდელი, არაფერია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მოვიდეს. ასე რომ მუყიდეთ თქვენს შვილებს Apple-ის ტექნიკა აუცილებლად დაზღვევით და რომ დაამტვრიონ, დაამსხვრიონ და ასე შემდეგ თქვენთვის ხარჯი იქნება ნორმა. ეგ არის ის შემთხვევა, როცა არ უნდა დაგეზაროს დაზღვევა. ხო, ამაზე აუცილებლად გიპასუხოთ, აქ ალბათ დაზარებაზე არ არის საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ გავაფორმებთ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება iPhone Plus-თან, რომელიც არის ყველაზე დიდი ქსელი. ადგილზევე ზუსტად 2 წუთში გამოიწერება პოლისი. რა თქმა უნდა, რადგან Apple-ის ტექნიკაზეა საუბარი, ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი იყოს ელექტრონული, თქვენს ელექტრონულ მისამართზე გამოგეგზავნებათ პოლისი, თუ ბუნებრივია გსურთ ამობელ ჭტილი ვერსიაც გექნებათ, მაგრამ ეს ყველაფერი არის ელექტრონულად. უბრალოდ ჩვენი წარმოადგენა ჭირდება ზუსტად 1 წუთი თქვენი სახელი და გვარი და თვითონ ტექნიკის იმეილი კოდი რომ დააფიქსიროს და ელექტრონულ პოსტაზე გექნებათ თქვენი ელექტრონული პოლისი. უკვე შეძენილი თუ შეიმიძლია დავაიწყო. აი მაქვს უკვე და ახლა გავიგე ამ აქციის შესახებ და ჩემი პატებებ რო ხუნდა ტელეფონი რო ამ ეტაპზე კი, სწორედ ამ ეტაპზე ჩვენ გავაკეთეთ მხოლოდ ახალი ტელეფონების დაზღვევა, ამას აქვს თავისი მიზეზები, იმიტომ რომ მაშინ ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს თვითონ ტელეფონის შემოწმება. მაგრამ ვინაიდან რადგანაც ამ პროდუქტის გამოშვების შემდეგ ძალიან დიდი მოთხოვნა წამოვიდა ჩვენს პოტენციურ მომხმარებლებში, სწორედ აი უკვე არსებული პროდუქტების დაზღვევაზე ჩვენ უახლოეს მომავალში გეგმავთ, რომ ეს სერვისიც დავამატოთ, ანუ ჩვენთან თუ მობრძანდებით ოფისებში, შევაფასებთ და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე დავასრულებთ ეს უახლოეს მომავალში ასეთ სერვისებს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს. ასეთი ტიპის მაღაზიებში და მე მგონი iPhone Plus-იც გაიცემა ხოლმე საგარანტიო ფურცლები, ხო? რა სხვაობა ასე ვთქვათ და ის საგარანტიო ანუ აღარ გჭირდება ამის კითხვა მინდა. ეს რეალურად არის შევსება. ესე იგი, საგარანტიო რის გამო გაიცემა, რაზე გაიცემა უბრალოდ. თუ აღმოაჩნდა ქარხნული წული ტელეფონს, ხო, მოხდება მისი ჩანაცვლება ან იმ კონკრეტული წულის აღმოფხვრა. მაგრამ, როდესაც ტელეფონი ფუჭდება ჩვენი მოქმედების შედეგად, ანუ დავარდნის, დამტვრევის, წყლის ზემოქმედების შედეგად, ბუნებრივია ამას არ ფარავს საგარანტიო. საგარანტიო უბრალოდ იმისი გარანტიაა, რომ ქარხნიდან თქვენ ჩაგბარდათ, ესე იგი წუნის garaშე პროდუქცია. თუ ესე არ იყო, მოხდება ჩანაცვლება. მაგრამ ყველა სხვა დანარჩენი, რაც გაცილებით უფრო ხშირი არის, უკვე იფარება დაზღვევით. ანუ ეს ორი რამე ერთმანეთს ამავსებს. ძალიან გამიგია რა, ძალიან ხშირად არა, მაგრამ მე მიდის დავასურო ეს ქარხნული წუნი იყო. ამ შემთხვევაში, როდესაც გაჩნდა ეს დაზღვევა, ხო აღარ არის საჭიროება ამ დავის ქარხნული ეს წუნი თუ ჩემი ბრალია, რომ რაღაცა არ ფუნქციონირებს, თუ დაზღვეული ვარ წელიწადში 22 ლარად თან. ხო, ეს ბუნებრივია ფასი დამოკიდებულია პროდუქციის ღირებულებაზე, აუცილებელია ითქვას ის, მაგ არის მარტო iPhone-ებზე ლაპარაკი, Apple-ის ნებისმიერი ტექნიკა, MacBook-ები, რომელიც ასევე მე მქონდა პირადად მაგალითად შემთხვევა, რომ ჩამესხა წყალი და აღარ ფუნქციონირებდა, ხო? ის კიდევ უფრო ძვირადღირებული ტექნიკაა და ვთქვათ 2000 ლარიან ტექნიკაზე სულ რაღაცა 40 და 4 ლარი მოუწევს, ხო? DJ-ებისთვის არის აქტუალური, DJ-ებისთვის. კაი, გეძიმა, MacBook-ის შემთხვევაში სულ რაღაც 40 ხო, თუ 2000 ლარიანია, თუ ესე იგი 2.2% თვითონ პროდუქციის ღირებულებიდან. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ლეპტოპებიც ეს MacBook-ებიც უნდა დაეზღვეს, რა თქმა უნდა iPad-ებიც, რომლებიც ძალიან ხშირად ვარდება, იმსხვრება და მე აღარ ფუნქციონირებს. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ამ დაზღვევას მართლაც რომ ერთი წუთი ჭირდება. ასე რომ გარანტია გიჭირა, როცა გაქვთ გარანტია და დაზღვევა, ნებისმიერი შემთხვევა გაქვთ დაფარული და პირველ შემთხვევაზე ფრანშიზა არის 0, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ დაზღვევაში ხო არსებობს ესეთი არანაზღაურებადი მინიმუმი. როდესაც დაზიანების შემთხვევაში რაღაცა თქვა 10%, ხო 10%-ს იხდის თქვა მომხმარებელი 90-ს დაზღვევა. ძალიან ხშირად არის ხო მანქანების დაზღვევაში და ნებისმიერ ტიპის ქონებრივი რისკების დაზღვევაში ფრანშიზა. ამ შემთხვევაში პირველ შემთხვევაზე ფრანშიზა არის 0. ანუ 100%-ით დაგინაზღაურდებათ. უბრალოდ
გათვალისწინებული იქნება დროის განმავლობაში ის ცვეთა და ეს არის ძალიან პატარა პროცენტი არის აღებული, იმიტომ რომ ბუნებრივია სუსუ ახალი iPhone-ი ან iPad-ი სხვა ფასი იღებს და 7 თვის თავზე ნახმარი სხვა ფასი იღებს. მხოლოდ 3% აკლდება თვეში, ესეც მხოლოდ მთლიანი განადგურების შემთხვევაში, ანუ დაზიანების შემთხვევაში 100%-ით გინაზღაურდებათ ყველაფერი. ის არ გაიგოს ახლა ჩვენ მაყურებელმა. მოუფრთხილდით ნივთებს, არ გათამამდებით თქო ძალიან გთხოვთ. ხო, საერთოდ დაზღვევაში მსოფლიოში ესეთი ძალიან ცნობილი მუხლიდავს, რომელსაც ქვია უხეში გაუფრთხილებლობა. და როდესაც ჩვენს პარტნიორებთან მქონდა მოლაპარაკება და აი ამ მუხზე რას გულისხმობთ უხეში გაუფრთხილებაში, მაგალითად შეიძლება აიღო iPhone და ჩაქუჩის ნაცვლად იხმარო და მიაჭედო უსმარი. ეს ფლობილი ტკიპის რომ წვანვი დააჭრა ზეთ. ხო, აი ესეთი ტიპის ხო, ესეთი ტიპის მოქმედებებს ბუნებრივია ეწოდება უხეში გაუფრთხილება, რომელიც შეიძლება სხვადასხვა კომპანიის მიერ არ იყოს ხო არ იყოს დაფარული, მაგრამ ნებისმიერ ესეთი შემთხვევითი მოვლენები, რომელიც მოსდის ჩვენს ტელეფონს თუ ჩვენს სხვა ტექნიკას, იქნება ანაზღაურებული 100%-ით. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი სიურპრიზი არის იმ ადამიანებისთვის, ვინც დარწმუნებული ვარ, რომ წინა საახალწლო ძალიან აქტიურად აპირებს Apple-ის ტექნიკის შეძენას საჩუქრად თუ თავისთვის და თან დღეს ჩვენ ვისაუბრეთ არაერთი იმ პირობაზე, რომ შეუძლიათ სამომხმარებლო სესხით ისარგებლონ და ნებისმიერი ნივთის შესაძენად აიღონ სესხი ძალიან კარგ პირობებში. შემდეგ ემატება დაზღვევა და დააზღვიონ ალდაკში თუნდაც ის ტექნიკა, რომელსაც საჩუქრად საკუთარი თავისთვის შეიძენენ და მეტი კომფორტი რაღა გინდა წამოკოტრიალდი და ეს პრინციპში ეს არის პრინციპში ცალსახად ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში ვიც თქვა ყოფი ხართ განვითარებულ ქვეყნებში ძალიან ხშირად როცა ტელეფონს ყიდულობ ან განმადებით გამოგაქვს და კომპიუტერს გამოგაქვს მოყვება იმას დაზღვევა და ძალიან ხშირად ეს სავალდებულოც კი არის ზოგიერთ ქსელშიც ეს საქართველოში პირველად აი წელს ახლა გაკეთა და ძალიან გვიხარია რომ ეს ყავ ჩვენ ვართ ის კომპანია რომელსაც შემოაქვს ყველანაირი სიახლეებს თქვენზე მეტად გვიხარია, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა ჩვენ დანაზოგსდევთ ამ ტექნიკის შეძენაში და შემდეგ ძალიან გული კი არა, ტრაგედია ხოლმე ხო რაღაცა ესეთი მიმთელი გაფუჭება. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში დაზღვევა ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სერიოზული ფინანსური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენი ფინანსები ვაკონტროლოთ და რაღაც გაუთვალისწინებელი შემთხვევები არ მოხდეს, მაგრამ ამ ფინანსურ ინსტრუმენტს მოყვება ესეთი ძალიან მორალური მხარეც, რასაც ქვია სიმშვიდე და სიმშვიდე, ხო, ნუ სამწუხაროდ სულიერი სიმშვიდე მხოლოდ დაზღვევით არ მოიპოვება ამ ქვეყანაში, მაგრამ რაც დაზღვევა შეიძლება და რაც თქვენ დაკავშირებული არის ფინანსურ მხარესთან, ამისი სიმშვიდე მოაქვს, იმიტომ რომ გაცილებით უფრო შეიძლება არც არაფერი არ მოხდეს იმ ერთი წლის განმავლობაში, ხო? და ნურც მოხდება, ხო, და ნურც მოხდეს, მაგრამ ის თანხა იმათ ღირს რომ იყო მშვიდად. სულიერი სიმშვიდის დაზღვევა. რომ შემოვიდეს ცოტა ხანში არ გამოგვირდება თქვენგან უკვე. მე მახსოვს რომელიღაცა კომპანია ძალიან ბევრი წლის წინ ალბათ 15 წლის წინ ქონდა ესეთი სლოგანი რომ ვაზღვევთ ყველაფერს სიზმრების გარდა. დიდი მადლობა. მადლობა. ეგ დროც მოვა სიზმრებსაც დავიზღვევთ. ახლა კი წინა საახალწლო ეხა არის ახალი წლის დრო მოკლედ დავიწყეთ წინა საახალწლო კვირეული. სულ კარგ ხასიათზე უნდა გამყოფოთ ახალ წლამდე ასე რომ ვიყუროთ. დაზღვეულები ხარ. ვიყურეთ ყოველდღე 31-ის ჩათვლით. ხვალამდე გემშვიდობებით.